მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ ლანა და დღეს თქვენთვის ჩავწერ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და სასარგებლო ვიდეო გაკვეთილს, რომლითაც თქვენ შეგეძლებათ, რომ თქვენი ყოველდღიური ჩაცმის სტილი უფრო მრავალფეროვანი, უფრო ფერადი და უფრო საინტერესო გახადოთ. შარფი, რომელსაც წარმოგიდგენთ, აი ეს შარფი, რომელიც ახლა თქვენს წინ დევს, მოიქცევა ყაისნაღით და იმ ადამიანებისთვის, ვინც ფლობს ყაისნაღით ქსოვის ელემენტარულ საბაზისო ცოდნას მაინც, მისთვის ამ შარფის მოქცევა რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, იმიტომ რომ დღეს მოგიტანეთ მარტივი უზორი, რომლითაც საბოლოო ჯამში იქსოვება ძალიან ლამაზი ქსოვილი. ეს შარფი, რომელსაც წარმოგიდგენთ და რომელსაც დავურთავ სურათებს, რომ ნახოთ ერთიანობაში როგორ გამოიყურება ის, სიგრძით გახლავთ 60 სანტიმეტრი, ხოლო სიგანი არის მისი 135 სანტიმეტრი. თქვენი გემოვნების და ნებასურულის მიხედვით შეგეძლებათ, რომ თქვენ მართოთ თქვენთვის სასურველი ფორმის და სიგრძის და სიგანის შარფი. პირადად მე პირადი გამოყენებისთვის ყოველთვის ვამჯობინებ უფრო დიდი ზომის შარფებს, თუმცა ამ შემთხვევაში ამ შარფის ზომა მიკარნახა თვითონ ძაფმა, ეს გახლავთ ანგორა გოლდის ფირმა, alizes ფირმა, უკაცრავად ანგორა გოლდის სერიიდან, ანგორა გოლდი ombre, რომელიც გრადაციულად გადადის ძაფის ფერები ერთმანეთში, იწყება აი ამ ღია ტონიდან, ძალიან ღია ცისფერიდან, მუქდება მეგობრებო, მიუყვება ასე ძალიან ლამაზად და საბოლოოდ მთავრდება აი ასეთი ლაჟვარდისფერი ლურჯით. შარფს კიდეებზე მარჯვენა და მარცხენა მხარეს და გავუკეთე პომპონები, რომელმაც ძალიან სახალისო და საინტერესო ელფერი შესძინა მას. და მოდი დავიწყოთ და ვისაუბროთ იმაზე, როგორ იქსოვება ეს შარფი და ზოგადად სამკუთხედი და ყველა შარფი ალბათ და ყველა ქსოვილი საიდანღაც იწყება და საწყისი და საფუძველი წერტილი მას აქვს. ეს შარფი, რომელზეც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, იწყება აი ამ ორი რგოლიდან და ნახევარწრეები იქსოვება და აი ამ ნახევარწრეების მეშვეობით საბოლოო ჯამში ვიღებთ ჩვენ ქსოვილს. შარფს აქვს ცენტრალური ხერხემალი, ეგრეთ წოდებული, რომელიც ზოლად მიუყვება მთელს შარფს და რომელიც მარჯვენა და მარცხენა ნახევარს სფეროებად ყოფს საბოლოოდ შარფს. აი ამ ხერხემლის ცენტრიდან იწყება მოქცევა, მეგობრებო, და მერე ჩვენ